სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. მეგობრებო, გთხოვთ, გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო და დაწერეთ კომენტარებში თქვენი კითხვები. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ თუ ვინ იყო გიორგი მთაწმინდელი. გიორგი მთაწმინდელი იყო ერთ-ერთი დიდი ქართველი წმინდანი და ღირსეული მამა, რომლის ცხოვრებასა და მოღვაწეობას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქართული მართლმადიდებლური სარწმუნოების ისტორიაში. მისი დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ იგი მე-12-მე-13 საუკუნეებში მოღვაწეობდა. გიორგის ბავშვობა და ახალგაზრდობა მიეძღვნა ღრმა სულიერ აღზრდას, რამაც დიდი გავლენა მოახდინა მის მომავალ ღვაწლზე. მისი აღზრდა და სულიერი ჩამოყალიბება მოხდა ქრისტიანულ სამონასტრო გარემოში მთა-მთაზე. გიორგი მთაწმინდელი განსაკუთრებული მონდომებით მოღვაწეობდა მთაწმინდის მონასტერში, სულიერ ცენტრში, რომელიც დღემდე ეკლესიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილია საქართველოში. ის არამხოლოდ საკუთარ სულზე ზრუნავდა, არამედ სამონასტრო ცხოვრების წყემსადაც ითვლებოდა. მისი ღვაწლი სულიერებისა და სამონასტრო ცხოვრების განვითარებაში დიდ სარგებელს მოუტანს მთაწმინდის თემს. წმინდა მამათა სწავლების თანახმად, წმინდანი არის ის, ვინც ამარცხებს ამ ქვეყნიურ ვნებებს და ცდუნებებს, იხსნის სულს ცოდვისგან და ეწევა სულიერ ბრძოლას ცხოვრების ყველა სირთულის წინაშე. ასეთი ღვაწლის განსახიერებაა გიორგი მთაწმინდელი, რომელიც თავისი მოღვაწეობით წარმოადგენს მაგალითს და მოწოდებას მოწმუნეთათვის. მისი გარდაცვალების თარიღი დანამდვილებით არ არის ცნობილი, მაგრამ მისი წმინდა ცხოვრება და საქმეები საუკუნეების განმავლობაში შენარჩუნებულია სამების ეკლესიის ისტორიაში და მისაბაძია ყველა ქრისტიანისათვის. ნახეთ, გთავაზობთ მის მთავარი ღვაწლი და შემოქმედება, რაც მან დაგვიტოვა. პირველი, სულიერი ცხოვრება და მაგალითი. გიორგი მთაწმინდელი იყო ღირსი მამა, რომელიც მთელი ძალით ებრძოდა ცოდვას და ამ ქვეყნიურ ვნებებს. მისი ცხოვრება იყო ხანგრძლივი და მტკიცე სულიერი ბრძოლა, რომლის შედეგად დაიმსახურა წმინდანის სახელი. მისი მაგალითი აღიარებულია როგორც სულიერი გზა, რომელიც ზიარების წყაროდ იქცა მრავალი მორწმუნისათვის. მეორე, მთაწმინდის მონასტრის აღმშენებლობა და განმტკიცება. იგი ერთ-ერთი მთავარი მოღვაწე იყო მთაწმინდის მონასტრის აღდგენისა და განმტკიცების საქმეში. ეს მონასტერი იყო და დღემდე არის მნიშვნელოვანი სულიერი და კულტურული ცენტრი ქართული მართლმადიდებლობისთვის. მესამე, მონასტრის ცხოვრების წესების გამაგრება. გიორგი მთაწმინდელმა დიდი ძალისხმევა მოახმარა სამონასტრო წესების ჩამოყალიბებას, რაც გულისხმობდა მონაზვნების ცხოვრებისა და ლოცვის დისციპლინას. ეს დაეხმარა მონასტრის სულიერ წონასწორობასა და კეთილსინდისიერ მოღვაწეობას. მეოთხე, მორწმუნეთათვის სულიერი მართვა და
მოღვაწეობა. უკაცრავად იგი არ არის მხოლოდ მონაზონი, არამედ სულიერი მოძღვარი, რომელიც მრავალი ადამიანს აძლევდა რჩევებსა და მტკიცებულებას სულიერ გზისთვის. გიორგი მთაწმინდელი ეკლესიაში ასოცირდება სულიერი სიტყვებითა და წერილობით, რომლებიც ეფუძნება წმინდა მამათა სწავლებას და ქართულ საზოგადოებაში სულიერი ღვაწლის პოპულარიზაციას. მეგობრებო, რა შეგვიძლია ჩვენ ბოლოს თქვათ, ესე ვთქვათ, დასვლა მოკლედ რომ თქვათ, გიორგი მთაწმინდელი ეს არის სულიერი მამა, რომელმაც თავისი ცხოვრების ერთგულებით და ღვაწლით შეუწყო ხელი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის გამტკიცებას, განვითარებას, განსაკუთრებით მთაწმინდის მონასტერში. მისი ღვაწლი არა მხოლოდ სამონასტრო ცხოვრების დისციპლინაში არის, არამედ სულიერი მაგალითის მიცემაშია მნიშვნელოვანი. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, მოგცეთ მეტი სინანული, მეტი სიყვარული გქონდეს და რაც ყველაზე მთავარია, გვიყვარდეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე მთელი ჩვენი გულით და ვიყოთ ერთგულნი მის მიმართ. გქონდეს ღვთისკენ სწრაფვა და ვეცადოთ რომ ვებრძოლოთ ცოდვას. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. მადლობა.